მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი გადაცემა სტუმრად იუმორინასთან იწყება. ჩვენ უკვე კარგად იცით, რომ ტრადიციულად ვცდილობთ ხოლმე გადაცემა სტუმრად იუმორინასთან ერთ-ერთმა იუმორინელმა გახსნათ. ამჯერადაც ამ ტრადიციას ჩვენ არ დავარღვევთ, მით უფრო რომ რაღა დაგიმალოთ და ერთი კონკრეტული მიზეზიც ამაქვს, რის გამო უნდა მოვიწვიო პოპულარული იუმორინელი ვირტუოზი გიტარისტი ბატონი ხვიჩა მაღლაგელიძე. ხვიჩა სტუდიაში. აბა მომზადი მოგესალმებით. დამზადი ჩემო ბატონო დამზადი. ასე საქმე იმაში გახლავთ რომ ამ ბოლო დროს აფეთქა სოციალური ქსელები ერთ-ერთმა ამისთანა ვიდეომ, სადაც არც მეტი არც ნაკლები ყველა მაგაზე მელაპარაკება ხვიჩას კამელეონი ცეკვავსო. ეხლა ხვიჩა და კამელეონი ასე თუ ისე დავაკავშირე, მაგრამ კამელეონის ცეკვა და ისიც აჭარულის ვერაფრით ვერ დავაკავშირე. ხვიჩა და აჭარულს კიდე დააკავშირებ კაცი, მაგრამ გამაგებინებთ რაშია საქმე რა ხდება? არაფერი ოჯახში ბატება გვაქვს, ესე იგი. იმდენი გვეძახესო. უბრალოდ ბატონო. ხო, ერთი გოგო გინდაო და დაიბადა ალისა მაღლაკელიძე. პატარა ალისა ყავს კამელეონი. ესე გამაზია საუბარი თუ. ალისაზეა საუბარი. ხო, სერჩი კამელეონი. ბავშვი ესეთი ასაგია, უკვე არ იცი რა აჩუქო ადამიანმა დაბადების დღეზე. ის კომპიუტერი გაქვს, ის ყველაფერი და მე ვთხარი აში გოგო მოგიყვარე და მოუვარე მე ვთხარი. ყველაზე კარგი რა იყო, იცი თვითონ ვეტექიმა ვისგანაც შევიძინე. გამაფრთხილა რომ ალისასო, ამასო. და ალისა იმიტომ ქვია რომ ლამაზია. ისე რა უთხარი მაგრამ. კალცი აჭამეო, კალციო, რატომ მეთქე, რა ხიტი არ დაემართოს? აბაზე მეტი რა უნდა დაემართოს? მოკლედ სარძლო გყავს. რა ვიცი, სასიძო გაგვიჭირდება ცოტა, მაგრამ არა უშავს. ერთჯერობით ესეთი პატარა ალისა გყავს და ვეფხერები და ხო, მე რა მომივიდა. რომელიმე პარტიის ემბლემად გამოდგებოდა, ხო იცი? ხო და ეს ემბლემად და აი როგორც მე მეგონა რომ ფერებს იცვლი და ის სადაც დასვამდი ჩვენი ზოგიერთი პოლიტიკოსივით ეგრევე ფერში იცვლი. ამის არის ესე იგი ხასიათის მიხედვით იცვლის თურმე. ხასიათები გააჩნია, ჯერ ხო პატარა ერთითვისა, ჯერ მარტო შიში აქვს და შიმშილის გზნობა და ამის მიხედვით იმ ფერის ხდება. აი ყავისფერი ხდება დაუშვა თუშია და თუ ეშინია, მაშინ თეთრდება. ეხლა რაღაც შვაშია, ეხლა გვეჩვევა აკლიმატიზაცია შენთან რო არის აღარ ეშინია. ხო რა, თურმე წითლდება, როცა უხარია ძალიან. ხო და ჩემი ბიჭი პატარა უმცროსი არიქარ, იქნება გავახარო და მიდგა რა აკვარიუმ და უყვება ანეკდოტებს და სათამაშოები და ესენა უცეკვა და აბა და უცეკვა მე. ნახოთ ვიდეო. აბა ხო ჩართოთ ვიდეო, ნახოთ რა ცეკვავს ალისა. ლამაზ გოგოზე რომ მოდევნახავ, ესვე შეგვიძლია ანსამბლში მივიწვიოთ, კაცო. კი, ახლა ვასწავლე მას, ახლა ცოტა თითების აი ის უჭირს, რა ქვია, პასტანოვკა უჭირს, გიტარის პასტანოვკა, ამასაც დავამოხმები. კი ბატონო, ხელში ისწავლის მაგას. ხო, ბავშვობიდან საერთოდ ოცნებად მქონდა შინაური ცხოველები მყოლოდა, მაგრამ რამდენიც მოვიყვანდი სახლთან კატა და ძაღლი არ მომყავდა. მომყავდა კუს, ღარბი, თუნელა, ზაზუნა, ძლოკვი, რაღაც. მამა ჩემი ძაღლი ვიცი ეზოში, მამა ძაღლი არა, კუა მამა. არა ეზოში რა იქნება. თუთიყუში მყავდა მე თვითონ. ერთი პერიოდი მომინდა რაღაცა ფრთოსანი სიხარული მქონოდა სახლში და მოვიყვანე თუთიყუში, გოჩა ერქვა. ხვიჩამე ის გოჩა, მე ფანტაზია არ მეყვა. ვიღაცა მასწავლა თუთიყუშმა რო ელაპარაკოსო, უნდა გადააფარო შავი სუდარაო, გალიასო და უნდა ელაპარო, უნდა უთხრე ერთი იგივე უნდა ელაპარაკო ერთი დღე სამაკა მაგის დროვე ელაპარაკონ. დაუჯექი ახლა ერთი დღე ყველა ცნობილი ის იყო და დურაკ უნდა უთხრა. თუთიყუში და ვისწავლის დურაკს, ალბათ ადვილი გამოსათქმელია დურაკი. დურაკ, თუთიყუში მიყურებს. დურაკ. აი, მე ვთქვი ალბათ მის სახელს უფრო შეიძლება მისი სახელი ისწავლოს თქო და რო არ მეძახა ეს გოჩა ჩავწერე კომპიუტერში გოჩა გადავამრავლე. ერთი 7 საათიანი გოჩა გავაკეთე.
ერთი დილა განავაფარეს სუდარა თავზე, ჩავრთე კომპიუტერთან დავდგირ გალია და გოჩა და მთელი ოჯახი წავედით. საერთოდ სულ დამავიწყდა სახლში თუთიყუში რომა რაღაცა გოჩა ხდება იქ მთელი ამბები და საღამოს მოვდივარ და ყარებს ვაღებ და ვიღაცის ლაპარაკი მესმის. ოთარ შემეში და ქურდები ხوار შემოება და ჩემი ხმა გავიგონე. გოჩა დავწყარდი მე სარამ გავიგებდი რომ მე ვიყავი. ავანთე შუქი და ავხადეს გალიას სუდარა და თუთიყუში აგდია. დურაკ. გაზეთი კობილა მოაზროვნე თუთიყუშს. მაგას რა გამახსენე იცი? ბატონი კახი კავსადეს აქვს. მოყოლილი გამე ჩემს ძალიან მომეწონა. აი ეს კაცი მოყვარული ეს თუთიყუშების გავიდა ფრინველთა ბაზარზე და აი ნახა თუთიყუშია. ნორმალური კაი ლამას თუთიყუშია მივიდა რა ღირს ესო? $1000. აი კაცო $1000 ამავე რეალური ფასი მითხარ $1000 ბატონი ჯერ კითხეთ რა იცი რა იცი ამისთანა ლაპარაკი გინდა სიმღერა გინდა უცხოენები ფრანგული ინგლისური გერმანული ესპერანტო ყველა აი კაცო იტყვილები რაღაც აბატონო შეგიძლია დაიწყო მართლა კაცო ამღერდა იცეგვა უცხოენაზე დაელაპარაკა გადიდია კაცო რასო გაცაზდო კიღირებულად მომდა უცხო ჩემში გვერდით ცოტა გასიებული მახინჯი თუთიყუშის ის არა ეს რაგის ხო შემთხვევაში გითხრა ეს $10,000 რაიო $10,000 კი ბარე რა არის კაცო ამის გარდა იცის კიდე რამე რაც ამან იცის არა მაგის არის ის არც ღერის არც ეგო აბა ვინ არის ეს ამის რეჟისორიო პატრონჯემა არ დავავიწყე აია თუთიყუშის თემა მეგობარმა მომიყვა მოუყვანია თუთიყუში სოფელში თელღე უზის თურმე скажи мама რუსულად რუსულთან რა თუ ასოცირდება თუთიყუშთან ლაპარაკი არ ვიცი скажи мама ну თუთიყუში არ ამბობს ამ მამას გაბრაზებულა შეუგდია საკათმეში დილითო ვიღუძებდა საკათმეში კრიახი მესმის ქათმებისო ბრთხუნიან ერთი ამბავიო გამოვაღე საკათმის კარები და ეს თუთიყუში დარევია ქათმებს скажи мама ვიდან დედენ კვერცხს რაინა დაიტანა კაცნა ფოტი ჩამოთოლა არის ასე გეშო ესე გაიხასიათე შენ მარტო კამელეონი დარხა და ალისასთან ერთად მოსული მე მგონი იქ სამი მუშკეტერიც გელოდება გიტარები ხო შენი გიტარა ძიმათარა აბა დღეს რა შეგვისრულებ მოწაფეებთან ერთად დღეს ბატონი გია ყანჩელის რეპერტუარი და პატარა ლავაზ პოპურს შემოგთავაზებ სიამოვნებით მოგისმენთ აბა ხვიჩა და მისი სკოლა
აჩა ხვიჩას და ვის მოსწავლეებს დიდი მადლობა უსულოთ დიდი შემოგვიდებით წარმატებები დიდი მადლობა აი ჩვენი შემდეგი სტუმარი კი გახლავთ რუსთაველის თეატრის პოპულარული მსახიობი ბატონი დათო კვირცხალია ხოთ ბატონი დათო სალამი და გამარჯობა დაბრძანდა. უნდა გითხრათ რომ ძალიან დიდი პატივია თქვენს გადაცემაში ჩემი სტუმარი. ერთ მაგაგა ხარო. ისე სადაც სამართალი აქეუნა დამემატებინა მე რომ არა მხოლოდ თეატრის პოპულარული მსახიობი, არამედ ვარსკვლავი ტელევარსკვლავი კაცო, იმიტომ რომ ამ ბოლო დროს სერიალებმა გასაოცრად კარგად წარმოაჩინა შენი მრავალმხრივი ნიჭიერება. ეს ძალიან კარგია ამ სერიალებზე ვისაუბრეთ, მაგრამ მე მინდა მაყურებელს შევახსენო განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომელსაც ასაკის გამო ნანახი არ ეკნებათ, რომ ეს ცოტა უფრო შორიდან იღებს ტელესერიალებთან შენი ნიჭიერების შეხვედრა, სათავეებს იღებს შორიდან. აი მე პირადად უცბად ხოლმე მახსენდება ხორუმი ქართული ცეკვაა, ჩვენი წინვალებს წერილს ბატონ გურამ დოჩანაშვილის აწარმოების მიხედვით იყო დადგმა ტელესერია. ახაბრიშვილი იყო. ახაბრიშვილი. სხვადასხვა შესანიშნავი დადგმა იყო. მახსენდება გზაჯვარედინზე ბატონი მიშა თუმანიშვილის დადგმა დიახ და ბატონ მურმანჯინორიასთან და კიდე ხალბატონ მარინა ჯანაშიასთან ერთად იყო პოპულარული სერიალი. ეს მანამდე იყო ბატონო ჯემალ სხვადასხვა ძალიან დიდი რეზონანსი გამოიწვია დადგმა ზურაბ კანდელაკმა დადგა რუსულიდან გადმოთარგმნილი პიესა იყო ეს არ უნდა მომხდარიყო ესე და სიუჟეტი იყო ისეთი რომ აი მე ახალგაზრდა დაბადების დღეზე გავიცნობდი გოგოს და ვაცილებდი სახლში და ამედევნებოდა სამი მოხულიგნო ელემენტი ჩემი უსაყვარლესი მეგობრები თამაშობდნენ ამ გია ფერაძე გია მატარაძე და გურამ გოგავა მინდა სამივეს ნათელი შემოყოს ვარც ერთი აღარ არის არ მოაკლოს ნიჭიერეს ხალხი ხო და იყო სიუჟეტი შემდეგ რომ მე რომ დაუსყდებოდი ამათ ჭხურში ხო მე შევრბოდი უცნობ სადარბაზოში და არ ვბოდი კიბებს და ყველა კარზე ვაბრახუნებდი გამიღეთ მომზდევენ კლავენ რაღაცა და იქ იყო მე ოჯახის ისტორიები ზურაბ თამაშობდა იქ უფეღოს ბატონი ზურაბ თამაშობდა აცხონოს ღმერთთან ხეიბარს რომელსაც მოეყინა ფეხები რაღაც გეოლოგიური ცდილობდა მოხმარებას და არ შეეძლო ვერ ასწრებდა მოდიოდა ხოხვით კარები მაგრამ მანამდე იყო კიდევ ერთი ოჯახი სადაც შვილი გამორბოდა კარის გასაღება და მამა აჩერებდა ამას და მამას თამაშობდა ბატონი ჯემალ ღაღანიძე და ნუ ის უგზალავდა შულს რომ ეშინოდა და არ გააღებინებდა კარს და ყველაფერი დამთავრდა იმით რომ დოლიძის ქუჩაზე ეგ დასაწყისში იყო პურის მაღაზია და მეორე დღეს რო შევიდა ჯემალ ღაღანიძე გამყიდველი არ აქცევს ყურადღებას და კაცო მომეცი პური ეუბნება და არაო შენო არ მოგცემო გამყიდველი რატომ გუშინ კარი რატო არ გაუღე იმ კაცო აი ესეთი ის იყო აი ბატონიო რატონეზე გონდა რატომ და ამას ბატონი ჯემალ თვითონ იხსენებს ხოლმე როცა ერთად ავარ და აი ეს იყო და ის სხვადასხვა მაშინ ერთი არხი იყო ეხლა უამრავი ტელევიზია და ეს შეიძლება ერთ იმას უყურებდა მეორეზე კაცი ვერ ნახოთ მაშინ ერთი არხი იყო და ყველა უყურებდა ყველა მთელ საქართველოში და ეს რო ნახეს ეს ჩემი მკვლელობის ამბავი ბებია ხო ავად გახდა 20 დღე სოფელში ნახა ხო ბევრმა დოკუმენტურად აღიქვა ხო და სხვაგან კიდე ძამბო ცოცხალი ხარ ყველას უკვირდა ესე როგორ დოკუმენტური ესეთ აი ასე ნელ-ნელა და ახლა მე უკვე შემოვიდა კაკაჩია ხო სხვადასხვა ახლა ეს გრიშა კაკაჩიამ საოცარი რეზონანსი მოახდინა და უცნაური რა არის აი დიდი ნიჭიერება დათოს ის რომ მოახდინა რაღაცნაირად ისეთი ხასიათის შექმნა რომ ახლა რო თქვა რომ ეს დადებით იქ მინდა ესე ცალსახად ვერ იტყვი მეორე მხრივ ვერც იმას დააბრალებ რომ თავიდან ბოლომდე უარყოფითია ანუ რაღაცა ისეთი პოზიტიური მასში მოინახა ორ შემთხვევაში დასამახსოვრებელი რო ფაქტია. აი თვითონ კაკაჩიები როგორ უყურებენ ამას? კაკაჩიები მე ვინ შევხვდა ყველა დადებითად უყურეს, მაგრამ ჩემ გეუბნებო უფრო თლათა აი თვითონ ჩემს ნაცნობებს, ჩემს ნათესავი, ჩემს სამეგრელოში. ეხლა უნდა გითხრათ ესეთ რამე რომ მე ვიზრდებოდი და სკოლა დავამთავრე სამეგრელოში. სამტრედიაში ბოდიშვილი. სამტრედიაში. მანამდე 8 წლამდე არც მეტი არც ნაკლები თბილისში ვცხოვრობდი რუსთაველის პროსპექტზე ვიზრდებოდი. და წარმოშვებით ვარ მარანის სოფელი მარა ეს უკვე სამეგრელოა. ოღონ საზღვარია სამეგრელოს აი ცხენისწყლის პირა სოფელია სადაც პრინციპულად მეგრულად არავინ არ ლაპარაკობს. არის სამტრედიასთან უფრო ახლოს. და ამიტომ თავს თვლიან სამტრედიელებად რატომ იქ ეხლა ამას იმიტომ ყვევი რომ
იქ მეუბნებიან, შენ რა მეგრელი ხარ, შენ სამტრედიელი ხარ. სამტრედიაში მეუბნებიან, რა სამტრედიელი ხარ. მარანზე და იმაზე აბაშაზე ლაპარაკობდა. ჩემი მაინც მეგრელობა შესდგა იმით, რომ დედა გადასარევი გვარის ქალბატონი მყავდა, ლენა თოფურია. ეს სამეგრელოში კარგ გვარად ითვლება. მედროშენის ყოფილან რაღაც. ლაშკარში და რაღაცა და ნუ რა ვიცი აი აბაშიდან იყო დედა და აი იმის სიყვარული ანუ ეს kvērseli მეგრული სოდა იქიდან მოდის ამიტომ როგორც მეგრელების ექსპერტი ასე თქვა და ვიხსენებ ამ ჩემ ბავშვობას რაღაცა და აი ბევრი ვიღაცები ვინც გამახსენდა თავი ვცდილობ რომ თავი მოუყარო ამ კაკაჩიაში რომელიც ის შედგა ნამდვილად შედგა როგორც ძალიან საინტერესო და ბევრი საინტერესო ისტორიაც არის დაკავშირებული მაგასთან თქვენ მეგობართან ცნობილ კიჭა არველაძესთან ერთად როგორც დასეირნობდით კუსტვაზე და რა მოხდა მასთან სელფის ისტორიაზე საუბარი კიჭა მართლა ჩემთვის უსაყვარლესი ადამიანი და ყველაფერს რაც კი ცხოვრებაში მოგდის ან მე ან მას ერთმანეთს უზიარებ და ვიზიარებ საერთოდ ყველანაირად წარმატებებსაც და ნუ რაღაც ცოტა წარუმატებლობასაც და მაგრამ ერთი რამ იყო რომ კიჭა სულ ჩემზე პოპულარული იყო მე კი ვიყავი მსახიობი მაგრამ კიჭა პოპულარული იყო ყოველთვის და ეხლა ამ კაკაჩიას მე ხარობს რომ ცოტა გამოიწია ხო რაღაცა და სულ ასე ტყდება როცა ეგ კუსპაზე დავდივართ და ხშირად ქალბატონები უფრო მეტნი, ნუ ხანშის შესრულებით, ახალგაზრდებით რაღაცა, თხოვენ რომ სელფი გადავიღოთ, რა კაკაჩია და მეც ახლა რატომ მოვიტყობ სიამოვნებს რა. ახლა როცა გადავაჭერბე, კიჭას ეთყობა ცოტა რაღაც დისკომფორტი აქვს, იმიტომ ყველა რო ადრე კიჭა და კიჭა, ახლა მე ჩემზეა ისა და ერთი ლამაზი ქალი დადის და ხედავ რომ რაღაც მარტო მოდის და მე ვეუბნები აი კიჭა არაფერი არ მინდა ამ ქალმას თუ სელფი მთხოვა მართლა მაგარი ყოფილა ეს კაკაჩია მეთქი რაღაცა და გამის თქმა და ხედავ რომ ეს ქალი მიცინის და მივხვდი რომ ესე მიდის საქმე და მოვიდა ახლოს და მოდით რა თქვენთან გადამაღებინეთ სურათია და კიჭა და ზემოთ იყურება ხედავ კიჭა მეთქი ეხლა ქალბატონმა ხო არ იცის მე მანამდე რა ვთქვა რომ დამიქნა თავის და მე ვთხარი ეხლა ამ ქალს როცა ამზადებს ამ ჯოხზე აქვს სელფი როცა ამზე მე ვთხარი რა თქინა ამ ჭაღარა კაცის სურათ უიმე არ მითხრაო ჩემ ხმარს უნდა წავიღო გიждდება თქვენზე ხო უცე მომიტრიალდა უცე რა თქვა მომესმაო აცებს მოწოხარ გაიგეო აცებს აი ესეთი ისტორია იყო ეს კიდევ ერთი უცნაური ამბავი მახსენდება ამ კაკაჩესთან დაკავშირებით ოღონდ აი მინდა რომ დამეჯეროთ რომ მართლა მართალს ვამბობ და რაღაც გადაცემისთვის არა მომზადებული და რაღაც ნომერი არ მომიტანია რა ეს ხალიას ტყვილი არ გამიგია აუფლებობა გადაგიჯერო მოკლედ ბატონო ჯემალ ჩემ შვილიშვილს დავპირდი რომ წაგიყვან მეთქი ხინკალზე მცხეთაში მეთქი და შენი დედაშვილისთან ერთად იმასაც წამოვიყვან და ერთად გამოგივლით მეთქი და მზად დავხვდი მეთქი და ვაკეში ცხოვრობენ ვაკის პარკის მიდამოებში და ეხლა მე ვცხოვრობ დოლიძეზე და როგორც კი გადმოვუხვი აქეთ ხილიანზე და ახალი გზისკენ რომ მოვდივარ და ხედავ რომ ვიღაცა მოახტა გიჟურად მოტოციკლეთს და ამედევნა მაგრამ ჯერეთი არ ამყავს ასეთი ნაცნობი და მე კიდე ვიფიქრე ალბათ მომეჩვენა მე რატო ამედევნებოდა ახლა მივდივარ ჩვეულებრივად მაგრამ აი გადა გვერდზე წავალ ისიც იგივე მანევრს აკეთებს რაღაცა და რო ამოვედი ვაკეში და აი ჩემი შვილიშვილს გაუჩერე გავხედე სარგის და იმანაც გააჩერა ვიდეოს და თან არ გადმოდის მელოდება ხო გძნობ ამას მაგრამ ჩემი მეუღლეც იგზის წინ და ვერ ვეუნები და ქალია და არ შეეშინდეს რაღაცა თანაც ახლა წავედი ზანშორს რო ისა გოგი ქავთარაძესთან ერთად გადაღებული მაქვს 4 სერიანი დეტექტივი იყო ესეთი ოქროს ობობა ხო და რაღაც ეგ ყველაზე მძაფრი მომენტები ესე ადევნებითი იქნება ხოლმე როცა ესე ინკოგნიტოდ ვიღაცა მოგზდებს და თან მოტოციკლეტი და ისა
ჩაფხუტი არ ახურავს, მაგრამ ესე აქვს ცხვირპირი დაფარული აქვს 7, იმიტომ ზამთარი იანვრისთვია. წელს ხდება, წელს აიხლა. ხო და ეხლა მინდა დავწუნდე რომ მართალი ვარ თუ არა და იქ თუ იცით ახალგზაზე ბახტრიონზე ასახე და 2 წრე არის ესე 2 წრე და შევედი ერთ წრეზე და წრე დავარტყი და გავედი მეორეზე და უკუღმა დავარტყი წრეზე და ჩამოვდივარ და ზუსტად იგივე გაიმეორე და უკვე ეჭვი არ მეპარება რომ მართლა მე მომსდევს ბახტრიონით გავედი საბურთალოს ქუჩაზე სააკაძის მოედანი გადავკვეთე და ჩავდივარ ქვემოთ და რომ მოუმატა იმანაც სიჩქარეს და და გავაჩერე უკვე არ შეიძლებოდა იმიტომ და მე უთხარი კაცო მე მივდივარ ცხეთაში მოდი მეთქი უკან რო გაჩერდა მოიწე ცხეთაში მივდივარ ესე თუმზდია შენ გაგეყინება ეს თავი მე უთხარი მითხარი რა გინდა მითხარი მეთქი არაფერი არ მინდა თქვენი სარტიჭალელი კაცი რეზო ქვია სახე აბა რას მომსდევ მე უთხარი გერმანიაში მყავს შეყვარებულია. დამემდურავ არ მელაპარაკებოდა. დღე და ღამე უყურებს კაკაჩიას. გადაგიღებო პატარა ვიდეოსო. და უთხარიო რომ კაი ბიჭი ვარო და შემირიგდესო და იქნება მართლა შემირიგდეს ძალიან მიყვარს. აუ ეხლა ეს რო თქვა მეთქი ხო არ მაშაყირებს მაგრამ არ მაშაყირებს იმიტომ არ აქვს ახლა გამომეტყველება ამდენი ისა რა ქვია იუმორი არ აწერია და მომეშვა გულზე და კარგი მეთქი არ წავარ ლამცხეთაში აგერ შევიდეთ მეთქი და დავჭექი ეზოში სკამზე და დაიწყე მეთქი ეხლა და ვეტყვი მეთქი და ჩართო მართლა ეს ვიდეო კარგი ის ქონდა აპარატი მობილური და ხო რა ქვია მეთქი მე უთხარი და სამანტა აგიჟდი მე უთხარი მე რა ვიცი ამდენი გერმანული გაზო რა სამ არა მეგრელია მეგრელი და ნუ ესეც ერთი შობა იყო და მე რაღაც მეგრო სამანდა მუქაღოლ წყამ გიბაღანარე და გავიდე იმან იქვე გადი მე არ გავუშვი მე ვთქარი იყავით ჩვენთან ლიმონადი დავლიოთ რაღაცა მიაყენა ეს მოტოციკლეტი რაღაცა და თურმე ეს მოტოციკლეტი ყოფილა სამსახური დისტრიბუტორად მუშაობს აი ეს ამასინ ეგ ვაკეში კიდე ესე ამოვედი იმიდან ქვედა სადგომიდან და რო გამოვედი ჭავჭავაძე და არ გამომეკიდა ახლა მიხდი უკვე უცებ რა იყო რას მომსდე მეთქთან მე შემირიგდა გახარებული შემირიგდა აი კაგაჩია გაგეთა კეთილი საქმე გაგაჩია რას ეს საქმე გაგეთა ასე იცის ნიჭიერება სხვათა შორის პროტოტიპი ყავდა ვინმე კონკრეტული ავისგან იცით მე ერთხელ თქვი მაგაზე გძელდება ერთი უცნაური ამბავი რომ ყველა ვინც მე ჟურნალისტები ხანდახან რო მიხსენებენ ვიმე სულ არა გაქვთ აქცენტი მეუბნები მაგრამ ტრებითი იყო ეგ ჩემი ბიძა თბილისში ცხოვრობდა რაღაც და ყავდა ერთი შესანიშნავი ბიძა ბატონი ვალოდია ლეჟავა დეიდას ქმარი იყო ჩემი ზინა დეიდას ქმარი იყო და ძალიან ისე შეძლებული ჩვენ ნათესაობაში წელგამართული კაცი ყველაფერი და სულ სტუმრიანობა უყვარდა მოყავდა სტუმრები და ეს ჩემ დეიდა მიცოდა გადასარევი კეთება რაღაც გაკრიალებული რაღაცა და მაგის ხაჭაპურების საჭმელად სპეციალურად მოდიოდნენ და როგორც კი ვალოდიებიძე ან გასინჯალდა ან რაღაცა ლიკვიდირovat თვითონ ლიკვიდაცია კაცო გამაგებინე რა ჯანდაბა ეს ლიკვიდაცია შენ როგორ არის გოგო ეს იქვე მიდის სტუმრებთან მიდის ეს რა უნდა ვიცოდე ძინა დაიდეუნა ლიკვიდაცია არის მეგრული სიტყვა რასა კაცო რო ბოდიალოს რაღაცა ეგეთლა ლიკვი რას ქვია ლიკვი არის მეგრულად მუჭი მართლა და დაცია არის ქოდაცია მუჭი დარტყი ლიკვიდაცია და აი ესეთი სიტყვა მეგრელებმა ვაჩუქეთ ევროპაში ბატონო ხო ეს ისაღები ვართ ევროკავშირში ლიკვიდაცია ეს რადგან სამეგრელოს თემაზეა
მე ვიდა თქვენთვის და ჩემთვის ერთადერთად საყვარელი ჩვენი უფროსი მეგობარი დიდებული პირველად დიდებული იუმორის პატრონი ბორის ციფურია გავიხსენოთ ხო და აი ბორისმა როგორ წაგიყვანა საკეიფოთ აი ისტორია მოყვებით ხო ბორის ციფურია მართლაც ამ სამეგრელოს რაღაც განსაკუთრებული შვილი იყო და ნუ შეყვარებული მისი ქვეყანა დედაზე მამით ის ნამდვილი და უნიჭიერესი კაცი იყო და ძალზე ნიჭიერი კაცი იყო და კარგი მსახიობი კი ბატონო დიდებული ხო და საბრალდებო დასკვნაში თამაშობს ზაზა ნაკაშიძეს ხო და დრანდაში იყო ციხე რაღაც ისეთი ну არა ძალიან კრიმინალები არისდნენ ну რაღაც ეკონომიური შედარებით სუბუქი რეჟიმი და აი იმათვის წავიღეთ ეს სპექტაკლი რა კი იმაზე ციხეზეა თვითონ საპრობილეზეა რაღაცა და მოკლედ იქ ისეთი ამბავი ატყდა პატიმრები ტიროდნენ რაღაცა დიდი რეზონანსი გამოიწვია და იქაური რაიკომის დივანი გახდათ მეგრელი კაცი გალაქტიონი ერქვა სახელი ხო და წაგვიყვანეს მე რაღაც გულრიფშის რაიონში უზარმაზარი ეზოში შეგვიყვანეს და ну სუფრა არის გაშლილი ბატონო ჯემალ აი რა გითხრათ 9 კილომეტრი სუფრა მარჯვნივ მე მის პერპენდიკულარ კიდეს აი ეაბრაზნიო რო იტყვიან ხო იცი ასე ხო და ну მაგნოლიების ქვეშ ვარ და მაგნოლიებზე დინამიკებია შაშვის ჭიკჭიკი რავი დროის მიხედვით იცვლება და რაღაცა ვითომ ეხლა გალობენ ჩვენ იმდენ ხალხში რა შაშვი ხო და მოკლედ ესე თალის მომწველი რაღაცა და ვიგზენი რომ კაჩავს მოვიხედე ბატონი ბორის ციფურია და რაშია საქმე მე არ მომშორდეო მითხრა საქმე მაგრამ ჭირდებიო საქმეშიო და ჩემს გვერდით იყავიო და ვხედავ რომ ვსხდებით მივყევარ ამ რაიკონის დივნისკენ ის იცნობდა ბატონ ბორიას და სხვა და მთელი რუსთაველის უბწყინვალესი თამაშობდა შემადგენლობა ну მე ვიყავი ახალბედა თორე თვითონ როგორც ბატონ ბორისი იყო სახალხო არტისტი დამსა ბატონი გოგი გეგეჭკორი კახი კავსაძე რავი მაშინ ედიშერ მაღალაშვილი თამაშობდა დაჯდა ბატონი რაიკომის დივანი ბატონი გალაქტიონი გვერდში დაუჯდა ბატონი ბორია და მე ვზივარ მე და ჯერ მივდივარ ნელ-ნელა რაღაცა გასინჯა იქეთ აქეთ და გუგუნია რა გუგუნი სანამ დაალაგდა ეს ყველაფერი და უკვე რო დაწყნა და ყველა ადგა ეს გალაქტიონ და სიჩუმეა სრული რა ვქნათო ბორიაო რა მადროვე ბარის მიხალოვიჩი მომხდა და ადგა ბარის მიხალოვიჩი და მეგობრებო დათო მომმართა მე ამდენ ხა პირველი და აი ყურებიდან ყველა გავწითდი რა არა და მივხვდი რომ რაღაცაში ვჭირდები რომ რეპლიკა უნდა და აი ჩვენს წრეში აი ყველაზე ღირსეულ ადამიანად ვინ მიგაჩნიაო აი ამ წუთში აი ვინც აქავართო და ბატონი გოგი გეგეჭკორი მეთქი ბატონ მართალი ხარ მითხრა მართალი ხარ კიდევ და მივხვდი რომ ეხლა კანდიდატურა უნდა თამადობისთვის კიდევ ეხლა მეუთხარი კახი ბატონი კახი კავსაძე მართალი ხარ კიდევ ჩამოვდოლე ედიშერი და კიდევ რო ვთქვი ვიღაც ჩემი გვარი არის ისეჯობა თვითონ უნდა თვითონ ოუია გასრაგლიდე რეპლიკა ჩემი გვარი არის ზოგადად ამიტომ დაგავალეო ჩემ გვერდით აბა წადი დაჯეგიგეთ მასუკაში ორია მაგარი აუ დავით ეს გაიხსენე აი მარანი ახსენე წეგა და მარანში 90-იანი წლების მოგზაურობას უგაიხსენებდი 90-იანი წლებია ბატონო ჯემალ როგორ იცი აი ფულიც არ არის ტრანსპორტი არ მოძრაობს არაფერი და იქ მარან ჩვენ კი სამტრედიაში გქონდა სახლი მაგრამ მამამ და დედამ იქ სოფელში ააშენეს სახლი აი ბაბუის და ბების ტერასზე რაღაცა და იქ წავიდნენ და ჩარჩნენ რატომ ცხენწყლის პირად განლაგდა ჯარი აქედან ეს ის პერიოდია ჯერ შევარნაძე არ არის ჩამოსული ჯერ აქედან ხო იქამდე მისვლაზე იყო უამრავ რაღაცა და ყველა ამდენი გენერალი არ მინახავს სანამ იქ მივედი და მე იმად რო გადამობარეს და 1 კილომეტრია მე ჩემს სახლამდე იქ შლაგბაუმიდან ასე ვთქვა მარცხნივ და სამტრედიაში რო ჩავედი სადგურთან დგას მარტო
ცხენი და ტაჭკა, მაგრამ ეს ცხენი და ტაჭკა ის კი არ არის ფაიტონი და რაღა მორახტული და გალავი. არა, უბრალოდ დაღლილი ცხენი, თავის ტაჭკა იმ რაღაცა და აწერია. სამტრედია აბაშა. ეგ არის მარშრუტკა. 1000 კუპონი თუ მილიონი კუპონი, არ ვიცი რა, არ მახსოვს ახლა ეს და მეუთხარი მარნამდე წამოყვანდა. წაიგითხე უკან რა წერიაო, მე ტაჭკა მეუნა. გავედე უკან რა წერია, მარანში არ ვაჭერებ. ის 1000 კუპონი შეიძლება მარანში რო ჩემოყოლ, ხო არ ხო. მეუთხარი აი მოგცე მამათას და გადმოხტები, ნუ გამიჭერე. ჩავედი ამ მარანში, ნუ ვიდრე რაღა ბევრი გავიგე, უკვე ბნელა და სანამ სახლამდე მივედი იქ ვიღაც შემხვდა როგორ ახარ და ყველა პანიკაშია რა მოხდება არიციან და მივედი ჩემს სახლში და კაცი შვილის ჭაჭანება არ ისმის ძაღლის ოთახში ყავ შეყვანილი ხოთე მოკლე სიწყნარი და დავაკაკუნე არავინ არცებს ყავს არ და დედა და მამა იქ არის ვიცი კაც და აქედან მიმაქ რაღაც შაქარი ბრინჯი რაღაცა არის ყველაფერი და გამწარებული მე შიათ მე თქვი ცუდად ხო არ არის ან კაცო ხო არ მოშივდათ რა ვიცი რაღაცა კიდე დავაკაკუნე და უცებ გაიო კარი მოხვედი დედა დედა შენ გენაცვალოს ჩემის დედა ხო დედა მაის დედა და ხო იცდეს რაღაცა და რომ მივედი და ეხლა ეს ვაშკაცურად დავდე იმ მაგიდაზე და მიხვდა რომ ეს არ არის რაღაც დასაცმელი და რომ მიხვდა რომ ეს ფსურსათით მე დედა აგერე და გამოაღო ეს კარი თვეზე მეტია დედა მე და მამა შენ ჭყინდი ყველის და ნადუხის მეტი არ გვიჭამია დედა დედა ხანდახანა პიტნას მოპუტა გაურევ რომ ის გემოქონდეს გემო მე რომ გონია ეს რაღაც ჭყინდი ყველი და ნადუხი და დელიკატესია მეტი რა უნდა ეჭამა ამაგერკენდეს აი ესეთი ისტორიები მეხმარება ამ კაკაჩიაში ხო იცოდა ლამარას პარტნიორი ყავს გადასარევი ეს მარინა დარასელია ზუგდიდის თეატრის წამყვანი მსახიობია კაცო და მე დავმეგობრდი ისი არ გამოვა ახლა იმასაც ხანდახან უყვები ესეთ რამეს და ისიც აიტაცებს ახლა ის იმან ის ჩემზე კარგად ის ზუგდიდის სამეგრელოს სამეგრელო ახლა შევარდნა პერიოდი ახსენეთ ჯერ არ იყო ჩამოსულიო და ვიდრე მეორე გახმაურებულ სერიალზე ჰეროგრატიაზე გადავიდოდეთ სადაც თქვენ სწორედ შევარდნაძის როლს ასრულებთ ხებოდათო მანამდე თქვენის ნებართვით ჩვენი შევარდნაძე მინდა შემოიყვანო ანუ ჩვენი პაროდისტი ბატონი მერაბ გეგეჭკორი მერაბი სტუდიაში რომზანი მერაბი ორი ედუარდი ერთ სტუდიაში ეს ორი ედუარდი დამეტანია დიაბავია ჩემბატონო და ეხლა თქვენ ამისი ნანახი გაქვთ პაროდიები ყველა ხოდა აი მე არ შემიძლია არ აღვნიშნო რომ ნიჭიერი კაც ყველაფერში ნიჭიერია რა თქმა უნდა თქვენ პაროდიული გზით არ წასულხარ და არ წახვიდოდით იმიტომ რომ ამოცანაც სხვა გქონდათ და თვითონ ხასიათიც დრამატული ფილმის სხვანაირია ჟანრობრივად ხო განსხვავდებოდა ჩვენი ამოცანები და გარდა ამისა მერაბს ერთი უპირატესობა კიდე ჰქონდა იმიტომ მან ეს პაროდია იმ ადამიანის სიცოცხლეში შექმნა მოასრულა ხო და მოახერხა რომ ის გავბედეთ ბატონო გავბედეთ ხო და მე კიდე უკვე სულ ახალი გარდაცვლილი იყო როცა ეს დამეკისრა ურთულესი პოზიცია იყო ურთულესი თანაც ბატონო ჯემა რა ართულებს საქმეს იცით არასდროს ჩემთვის არც ბავშვობაში, არც ჭაბუკეში, არც ეხლა როცა უკვე ასაკში შევედი, არავის ხუმრობითაც კი არ უთქვამს რომ მე მას გავდი და რაღაცა და ის ინიციატივა იყო აი შემოთავაზება რომ გოგა ხაინდრევას სწორად დაუნახი არა ესეთი გოგამ შემხედა ხო მითხრა რომ შენ უნდა შეასრულო ესო და მე ეს იმხელა პასუხისმგებლობის აკიდება იყო ჩემთვის მართალია თან გამაფრთხილა რომ არ არის დიდი როლი პატარა როლია მაგრამ ასია საჭირო. ეს არის რეჟისორის ნიჭიერება, რომ ზუსტად დაინახა და ზუსტად ხო და მოარგო. ნუ გოგა ერთია მე მაინც ეჭვი მეპარებოდა რომ მე ავიღე ესა და როგორც აი სიმღერაშიც რაღაც კარაოკესავით დავიდევი თელი ქრონიკა YouTube-დან გადმოვწერე და რაც კი ბატონ ედვარდიზე იყო ვაკვირდებოდი მანერებს სვლა მისვლა მოხრა მიხრა რაღაცა და
რაც ყველაზე მეტი სასიამოვნო იყო ჩემთვის რომ ეს კაცი სულ იცინოდა ყველა არ არსებობს დოკუმენტ ქრონიკის ყველაზე დაძაბულ მომენტშიც კი რაღაცა ერთ გაიელოს და ცნობილია ედუარდის არა შეროაგეთე ხო თანაც მერაბის ჟანი არ არის ისე შებოჭილი გესმით და მე კიდე ახლა როცა მივედით მის სახლში მის რეკვიზიტებს შევეხეთ ხელით მის საწერ-მაგიდასთან დამსვეს რაღაცა და საშინლად დავიძაბე იცით ეს ატმოსფერა ხო გეუბნებით ჯერ არც არავინს უთამაშია დრამატული სახე მისი და თანაც მთელი ოჯახის წევრები იქ იყვნენ და თვალს მადევნებდნენ ძალიან რთული. ხოთაშორის პასუხისმგებლობის განცდა მეც მქონდა როცა პირველად შევხვდი. ეს იყო რაღაც საოცრად. არა, ის სხვანაირი შეხვედრა იყო და იმიტომ რომ ეს არ იყო უბრალოდ შეხვედრა. წაიყვანეს უკვე პოპულარული იყო, უკვე იცოდა ბატონო ედუარდ ვაროს მის პაროდიას აკეთებდა და არც მეტი არც ნაკლები ინტერვიუ ჩამოართვა ამან ან თავის ორეულს. კი ბატონო და რამდენიმე კითხვას უსვამ მის ხმაზე. ხო ეს ჩვეულებრივი ხმაზე კი არ ვლაპარაკობ, როგორც მერაბი და რაღაცა დაწერილი საკითხი. არა, მის ხმაზე ვეკითხები, რას ფიქრობ ბატონო ედუარდ ამაზე. რას ფიქრობ ბატონო? მაგალითად აგეთებ, ხო? აი შენ აგეთებ, მას არ აგეთებ და შენ უგეთებ და ისე მოეწონა ბოლოს მითხრა. ისე კარგად მახმოვანე. თუ დაგჭირდა, აცი მე გაგახმოვანე. ჟანი მერებს არ მოჭავს, იცით პირიქით, რაც უფრო მეტ შეხებით გააკეთებს, უკეთესად, მე კიდე რაღაც ბეწვის ხიდზე უნდა გამევლო, რომ ზედმეტი თორე გადამლაშებაში ჩამეთლებოდა. არ დაგიმთავრებია, იქ ძალიან მნიშვნელოვანი რამე იყო, რომ მთელი ოჯახის წევრები იქ არიან. ხო, მაგას ვამბობ. შეგიდა უნდა ჩაიცვა ეს ჩავიცვა და იცით რა, ყველაზე დიდი კომპლიმენტი, რაც ამ ფილმში შეიძლება მივიღო, ან ვინმე მითხრას. ამ გადაღებებს ესწრებოდა მისი შვილიშვილი ბატონ პაატას შვილი ლაშა შევარნაძე და ორჯერ მითხრა მამაჩემზე უფრო შენ გევხარო ამაზე უკეთესი რა უნდა გეტყვი მე ისა როცა დავამთავრეთ ეს 4 დღიანი ის ქონდა იმ კრწანისის რეზიდენციაში ეს გადაღება და უკვე მომეხსნა გულზე რა კი ხედავ რომ ქალბატონი მანანაც ისე არ არის რაღაც ეჭვის თვალით რაღაცა და გამომიტანეს წიგნი რომელზედაც ქალბატონი მანანა აწერს ხელს ეს წიგნი არის ბატონ ედუარდზე მთელი მსოფლიოს წამყვანი პოლიტიკოსების აზრებია მასზე და ქალბატონი მანანა მეუბნება რომ ეს ვერ მოასრო მან რომ ეს ეხილა წაეკითხა და ერთი ცალი მინდა რომ შენ კონდეს და აი ესე წარწერით ეს არის ჩემთვის უკვე რელიგია და რაღაცა გადასარევი გამოცემაა. ეს მინდა გამოვიდება ბატონი ედუარდის იუმორის გაგხსენოთ და აი თქვენ ნებართით თუ შეიძლება გაიხსენეთ ბატონი გივი ბერიკაშვილის ისტორია. ხო, მართალი აი როგორც სწორად ბრძანა აბსოლუტურად დათომ იმასთან დაკავშირებით როგორც ღიმილი თელ სოფლიოს დაამახსოვრდა იმ უჟმური საბჭოთა ლიდერების ფონზე არა გრომიკო იქნებოდა თუ ბრეჟნევი თუ ეს ღიმილიანი კაცი იყო ესევე ეძახდნენ მისტერ სმაილს ეძახდნენ რომ მარტა სული ღირონდა და ბევრის გული მოიგუამეთ იუმორი ქონდა გურული საოცარი მე რაც მომსწრე რაცა ვარ მე ერთი პერიოდი რატომღაც ასე მოგვივიდა თავში გამოვუშვით კალენდარი იყო ფოტო ასეთი ძალიან ლამაზი ფოტო პატარა ჩოჩორთან ჩახუტებული იყო გივი ბერიკაშვილი ასე და რომელიც წელი იყო აღარ მახსოვს მაგრამ ისე საყვარლად იყო გადაღებული ეს ყველაფერი რომ აიტაცა ხალხმა ძალიან აინტერესებს ხო ძალიან პოპულარული იყო და კი თქვა ხელოვნების მუშაკებთან შეხვედრა მოაწყო შევარდნაძემ და მეც მიწვეული ვარ და ვიფიქრე ახლა გავაცინებ და წავიღებ ამ კალენდარს და ვაჩუქებო წავიღე და თანაცო ესე რომ სახალისოთ მივაწერე მარჯვნივ რომ დგას მე ვარ ხო კი დავახვიე და მიჭირავს ხელი. ნუ დავჭით მარტო მაგიდასთან ზის და რა არის ეგო მითხრა და აიო ნახეთო ეს თქვენ მოგიტანეთო და გაშალახლა ეს კალენდარი ველოდები რომ უნდა გაიცინოს იუმორი აქვს დიდებული შორიცინეს კაც სერიოზულად უყურებს სერიოზულად იგი თქვა აი რაღაც არ მომეწონა ხა ასეთ რეაქციას არ ველოდები კიდე არ იცინეს ახლა მე კიდე უყურებ ფიქრობ მაიცა რა დავაწერე მე მარჯვნივ გავარ მე ვარ ბიჭო მარცხნივ ვინ ადგას არის ფიქრობს არ დავიგე ვაგე წავიდა თვითონ და ჩემი შეგობა და ახლა კალამს მოგიდა ხელი ამაზე სულ დავიზაფრეო აიღო კალამი და რაღაცა დაწერა
ისევ არ იცი მოატრიალას გალი და დამინდო წინ წეიკითხეო. კითხულობ. როგორ თქვა? ხო და კითხულობს ბატონი ედუარდი. ეს რომ არ მიგეწერა, გარჩევა გამიჭირდებოდა. შენი ედუარდი. აქ დაიწყო სიცილი მარტო, მაგრამ ეხლა რო დაუბრუნდეთ ამის პაროდირებას, ნუ ხმით როგორც დიდების ზღაპარში ისე. საოცარია, მე პირველად მანერე ძალიან ახალგაზრდა იყო, რო აკეთებდა, გაგიჟებული ვიყავი. მე პარიკით შეურჩიე სპეციალურად და ეხლა რა მინდა კიდე გაურთულეთ ერთი პერიოდი ჩვენ ამოცანა. იქ იმის მიხედვით დრამატურგიის მიხედვით ჭირდებოდა რომ ემღერა. ედუარდის ხმით, ხო, უნდა ემღერა. ხო და ამან თავიდან კი აირიდა, მაგრამ მე გიასთან ერთად გაიარა. ანახი მაქვს მე ეს. აი მე მინდა რომ შევახსენო მაყურებელს და გთხოვ ჩართოთ პირდაპირ ნახოთ ეგ კადრი. გთხოვთ ბატონო ედუარდი. ვა, ბაბუ, რა მაგარ ფორმაში ხარ? გამარჯობათ. არ ველოდით, ხო? ასიადვილად ვერ მომიცილეთ. რა გეგონათ ახლა იმ ჩაის დალევით დამთავრდებოდა ყველაფერი, ა? ცოტაც მაცალეთ და წანისიდან დავიწყებ ყოჩი ვარდების რევოლუციას. ყოჩი ისევ მივიქნები და ეს ვარდი რა თუნდა ედუარდის. კონდეს კაცო მიშას, ვინ ართმევს, ვინ? აშჯერ რომ გამაგდოთ, 1000ჯერ მოვა. კარიდან გამაგდე, ფანჯრიდან მოვა. ვარდებით გამაგდებ, ეხლებით მოვა. ჩაის თუ თამილებ, მეყავით მოვა. ასე იმენა ბატონი გიას დამსახურება და მადლობა ჩემს პედაგოგს. ისე მოვალო თქვა იმას ისე რა გიდა სწორია კაცო იგი ამაშიც მართალი აღმოჩნდა ის წავიდა და აგერ ორნი მოვედი აბა ჩვენ თუ დავგნობრავენ ედუარდ მეორე ედუარდ მესამე თორა ძალიან ბევრი არა ერთად ვიარობ ჩვენ მოსვლისათვის დიდი მადლობა მის მოსვლამდე არაფერი გეტყვით დიდი მადლობა ბატონ დათონის მადლობა თქვენ ჩვენი განაცემა დასასრულს მივახლოვ და გემშვიდობებით საუკეთესო სურვილებით და არ დაგავიწყდეთ ჯანსაღი სიცილი საუკეთესო მგურნალია